რა გამოსადეგნი იყვნენ ჩიტი ბარტყები კოტესათვის? ჩიტის ბარტყები. რისთვის უნდა დავა რა? რისთვის უნდა? რა გამოსადეგნი, ესე იგი უხდა? რა რისთვის უნდა დავა რა? უხდა? სტენენდე წერა კოტენ ის ჰეწკენ ბადრი. საჭმელად ისინი არ ვარგოდნენ? დაყნენ ობიცო ღალდარ თუნ ლეჰ ღალდი ნოჰერ ოშტუნკაცკანი დარ მე რომ გაბძღნათ და ბეწვად არ ღირდნენ. შეწვეთ არ. ცუღირბალარ ობიჰალ იდარ. შინ იმათი მიჩვევა არ შეიძლებოდა? ოქრი ის ჰალ ამდერ თუშელებალარა. ფასი იმათ არა, ხო, ფასი იმათ. მახ ოხარგუცო ბარცოსტენი. არავინ იყიდა. არა, ცოჰანასა ეცორო. კოტე მხოლოდ რამდენ 3 საათს ათამაშებდა იმათ, აწვალებდა და ამასობაში სულ სამართლებდა. ოხვილე ერდაჩო ის ლაპს დანენო წოლბადანენო თე ობი დაჰდავდანენო დაჰდო დოვრალ რა დაჰდავდან დეწერ. საწყალი ბარტყები უნდა უდროოდ მოჰკლებოდნენ მზეს ჰაერს ყვავილებს ჭიქჭიქს და ყოველ. საჩოდა ბადრი ჰეწკენ ბადრი უშდეწერ დაჰდავა აიშ წოლბადოშ მათწინე ჰაერ ცო გუშ. ბუბუკ. ბუბკი. ჭიქჭიქი. აიცა ოილ სიხაროს ტყუილუბრალოდ დედმამა ბევრს. დედმამა ბევრ ნახვალს და სიმწარეს გამოვიდა და არაერთხელ დასწყევლიდა ბოროტ ბავშვს, რომელმაც საყვარელი შვილები დაუხოცა. ნანდა ჰეწკე ნანდა დუქჯერ დაწყევლა დორა ობადერა. რომელმაც საყვარელი შვილები დაუხოცა. ჰანასა ობადრი დაჰდახინე დაჰდავდო. ცოდო არ არის ეს? ყაცვი ბაიშტ. მაგრამ ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ კოტე ბაღებს დიდ ზარალს მისცემდა. ჰემახე მოსი ოდერმე კოტეს ბადრინ იახო ზარალ ოთორ. თითო ბარტყი დღეში წამს საშუალოდ რიცხვით 50 მატლს ან ჭიას. ცეცენ ბარტყი დაახლოებით შეუსყაით ნანბაყო დენი. ამ ჭიამატლებს დედმამა ხეებზე და მცენარეებზე კრებს და მიაქვს შვილებთან. ებე ნანდადას ლეჰოდე თელო ყეჰ ბადრინ მეჰალ დაყოლ.